წარმომადგენელთან გაგა კახიანია ჩვენი შემდეგი სტუმარი. ჩართვით სამშვიდობისა ბატონო გაგა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა ვიკითხო თემა, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ ჩვენ საუბრობდით. რითი ახსნით თქვენ ბოლოდროინდელ თავდასხმებს ოპოზიციურ პარტიებზე და განსაკუთრებით თქვენ ყოფილ თანაკოალიციელ რესპუბლიკურ პარტიაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან? საღამო მშვიდობის მივესალმებით ტელემაყურებელს. წინასაარჩევნო პერიოდია, პოლიტიკური პროცესია, რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური ჯგუფები ბუნებრივია აკეთებენ სხვადასხვა შეფასებებს, ის დაპირისპირების კონტექსტი ეს დროს ბევრად უფრო მძაფრდება როგორც წესი და ეს ჩვეულებრივი ამბავი არის ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება ბატონი ბიძინას განცხადებებს, ბატონმა ბიძინამ თქვა რომ იგი ჩაერთვებოდა წინასაარჩევნო პროცესში, იგი ამ ფორმით აკეთებს, რეგიონებში ხდება ჟურნალისტებს და კითხვებს, რასაც უსვამენ ბატონ ბიძინას, იმაზე პასუხს სცემს. თუ იქნება კითხვა ჟურნალისტის მხრიდან, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეაფასოს, ბუნებრივია მასზე ამ კითხვაზე თავის მოსაზრებებს აფიქსირებს. ეს ქართულ ოცნებას ასარგებლებს, ამით თქვენ წინასაარჩევნო სარგებელი გააქვთ? წინასაარჩევნო სარგებელი რას ნიშნავს? რას ნიშნავს და უფრო მეტად დაჯერება მოქალაქეების იმაში, რომ ოცნება არის ყველაზე უკეთესი და შესაბამისად მისი მთავარი მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილი რასაც ამბობს, ის პოზიტივში მიდის თქვენი პოლიტიკური პარტიისთვის. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ბუნებრივია მოდომებული არის წინასაარჩევნო პერიოდში თავისი თავი, რაც შეიძლება მეტად უფრო წარმოაჩინოს. გამონაკლისი არც ქართული ოცნება არის ამ შემთხვევაში. ჩვენ ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, ვცდილობთ ჩვენი გაკეთებული შესახებ მეტი ვესაუბროთ მოსახლეობას, ასევე იმის თაობაზე თუ რას ვაპირებთ მომავალში გავაკეთოთ, ჩვენ ამას ვაკეთებთ. იგივეს აკეთებს ყველა პოლიტიკური ჯგუფი, თუმცა განსხვავება არის ის, რომ სახელისუფლებო გუნდი ერთია, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება და თავდასხმა ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან მოდის სწორედ ქართულ ოცნებაზე. ამაში ხა მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ და ვთვლი, რომ ეს ბუნებრივი პროცესი არის. თუ ვინმე თავს გვესმის, ბუნებრივია ჩვენც შესაბამისად პასუხობთ, ასე რომ ჩვეულებრივი მოვლენა არის, ჩვეულებრივი პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია და მე ამ თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ბატონო გაგა, თქვენ აქტიური დეპუტატი ბრძანდებით, ბევრისგან განსხვავებით, შესაბამისად ინფორმირებულიც მეტად ხართ. ამიტომ მინდა კითხოთ, ეს ბოლო საყვედური დავით უსუფაშვილის მიმართ, რომ მას თითითიძე არ დაუდია, არც ვახტანგ ხმალაძეს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და დღეს უკვე გამოხმაურება დავით უსუფაშვილის, როდესაც მან გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, როგორ ეხოცებოდა ის უმრავლესობას, რომ ამ თემაზე ყოფილიყო მობილიზაცია და როგორ ვერ მოხერხდა სწორედ ეს მობილიზაცია ოცნების გამო. ამ პროცესში თქვენ ალბათ უკეთ ხართ ჩახედული. შეგიძლიათ გითხრათ, რომ აქ ცდება ივანიშვილი საყვედურისას ან არ არის ბოლომდე მართალი ბატონი უსუფაშვილი ამ კონკრეტული დოკუმენტების გამოქვეყნებისას? რა არის იცით პოლიტიკური პროცესია თქო აღუნიშნე და ხშირად ხდება ისე რომ რაღაც პოლიტიკური თქო პარტიიდან მიდიან წევრები ან გუნდი თქო კოალიცია ამ შემთხვევაში თუნდაც იშლება და უცებ კოალიციის ყოფილი წევრებისგან ხშირ შემთხვევაში ისეთი უსამართლო რაღაც პრეტენზიები მოდის და ბუნებრივია ეს რაღაც გარკვეულწილად არ არის მოსაწონი რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვთქვი რომ ეს მიმართია რომ ჩვეულებრივი, შეიძლება ჩვეულებრივი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტია, რომ ესეთი პროცესია და ამას არა მარტო ქართულ ოცნებაში, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფის ასე ვთქვათ მაგალითზე ამას ვხედავთ, ხო? აი ვთქვათ რა ხდება, ვთქვათ ბურჭულაძეს პარტიასა და ასე შემდგომ, მაგრამ მოდით ამას თავი დავანებოთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, ხო? საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა იმ მიზნით, რომ კონკრეტული პროდუქტი დადებულიყო და ეს პროდუქტი უნდა ყოფილიყო რა? ეს პროდუქტი უნდა ყოფილიყო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც შემდგომ წარედგინებოდა პარლამენტს და პარლამენტს უნდა ემსჯელა მასზე და იდეალურ შემთხვევაში უნდა მიეღო. ეხლა ამ კუთხით თუ შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობა როგორ შეიძლება შეფასდეს. მე მაგალითად
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რო თავი დავანებოთ, ბევრი ოპოზიციური ჯგუფისგან მომისმენია ესეთი კრიტიკა ჟურნალისტების მხრიდანაც, რომ რა გააკეთა საკონსტიტუციო კომისიამ, არაფერი არ გაუკეთებია და ნუ არის სხვადასხვა კონტექსტში ესე ვთქვათ ეს განცხადებები და ესეთი შეფასებები გარკვეულწილად ლეგიტიმურია გამომდინარე იქიდან, რომ როგორც გითხარით, კონკრეტული პროდუქტი არ დადებულა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის წინადადებები, რაც შემოდიოდა საკონსტიტუციო კომისიაში და მთელი ამ ხის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით, როგორ არ მუშაობდით, ეს თავმოყრილი არის, ესე ვთქვათ, ერთ დაწერილ დოკუმენტად და ბუნებრივია საზოგადოება შეუძლია ეს გაეცნოს. მაგრამ ეს არის მაინც მინდა რა გავარკვიეთ თქვენთან საკონსტიტუციო კომისია. რა მინდა მაინც გავარკვიეთ თქვენთან, უფრო ის არის თუ არა დავით უსუფაშვილი, თქვენი აზრითაც ზარმაცი პარლამენტის თავმჯდომარე და ზოგადად ზარმაცი პოლიტიკოსი. ხო, ეხლა თქვენ ძალიან ისეთ მკაცრ შეფასებას აკეთებთ, თუ შეიძლება ესე შეფასებას არ ვაკეთებ, მხოლოდ არავითარ შემთხვევაში მე ესეთ რამეს არ ვიტყვი. მე ერთი რაღაც შემიძლია თქვა, რომ დღეს თავმჯდომარის მე გაკეთებული განცხადებებიდან, როდესაც მან ისაუბრა, უпроსტად მისი საუბრიდან ისეთი განცდა შეიძლება და აღქმა შეიძლება ყოფილიყო საზოგადოებაში, რომ კომისიამ იმიტომ ვერ მიიღო შესაბამისი პროექტი, რომ თითქოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ კომისიის ხდომებში და გნებავთ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე. ესე არ არის. მე ეს სასახად შემიძლია გითხრათ, რომ არ დასწრება არ არის პრობლემა. შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მაგალითად სამუშაო ჯგუფის შეხვედრები იყო მოწვეული და იქ გარკვეული წევრები არ მოდიოდნენ კომისიის. ეხლა ქართულ ოცნებაზე თუ არის საუბარი, როგორ ფიქრობთ, ეხლა 60 წევრი არის სულ კომისიაში და 60-მდე წევრი იყო უпроსტად აქედან 5 წარმომადგენელი იყო მხოლოდ ქართული ოცნების და ჩვენ რომ იმის რაღაც დიდი მონდომება ქონოდა, რომ წევრების მობილიზება მოგვეხდინა, მე მგონი ხვდებით, რომ ეს არ იქნებოდა პრობლემა. ანუ არ დასწრება არ იყო პრობლემა. ამ თვალსაზრისით 76 წევრიდან 76-ივეს მობილიზებას ვახერხებდით უმეტეს შემთხვევაში პლენარულ სხდომებზე. ანუ ეს არ იყო პრობლემა. პრობლემა სხვა რაღაცა იყო. პრობლემა იყო ის, რომ კომისია ერთი მხრივ იყო ძალიან წარმომადგენლობითი. მასში შედიოდნენ როგორც საპარლამენტო ჯგუფები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები და ასე შემდგომ. საკმაოდ წარმომადგენლობითი იყოს. ბუნებრივია ნებისმიერი საკითხი, რომელიც განიხილებოდა ამ საკითხებზე იყოს არაერთი განსხვავებული შეხედულებები. უფრო მეტიც, უმრავლესობის შიგნითაც კი იყო ერთ რაღაც თქვა კონსტიტუციურ მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული შეხედულებები. იყო შემთხვევები, როდესაც რესპუბლიკელებს ერთი შეხედულება ჰქონდათ, თქვა ქართულ ოცნებას სხვა შეხედულება. ვისი მიზეზი იყო ბატონო გაგა? ეს რომ გაიგოს აუდიტორია, რატიღა დაისვა ეს საკითხი? მიზეზი ამ შეფერხების, რომ რაღაცა იყო გასაკეთებელი და ვერ გაკეთდა, ასე დაისვა საკითხი. იყო თქვენი აზრითაც პარლამენტის თავმჯდომარე? აი მე სწორედ მივდიოდი ნელ-ნელა იქამდე ჩემი ცოტა დროგობს და ცოტა სწრაფად მისვლა გთხოვეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ დაახლოებით 5 თვეა, ხო, ჩემი ანალიზი მინდა შემოგთავაზოთ, რატომ მოხდა ამის ასე ვთქვათ არაეფექტურობა იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული პროექტი არ იქნა შემუშავებული. გარდა იმისა, რომ აი თუ ამბობდი, რომ განსხვავებული შეხედულებები იყო, ამას ემატებოდა ძალიან ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს პროექტი იმისთვის უნდა მიღებულიყო, რომ შემდეგ პარლამენტს მიეღო. პარლამენტს რომ მიეღო, აპრიორი ფაქტიურად შეიქმნა ისეთი განწყობა და ისეთი მოლოდინი, რომ პარლამენტი ამის მიღებას ვერ შეძლებდა ვერცერთ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდებოდა ძალიან მაღალი კვორუმი და ამ ცვლილების დაბლოკვა, რაც არ უნდა კარგი ჩვენ ინიციატივა წარგვედგინა, ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო ყველა შემთხვევაში და ამის არაერთი მაგალითი იყო. აი მაგალითად, როდესაც პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ ეს კონსტიტუციური ინიციატივა გამოვყავით ამ განსახილველი საკითხებიდან, საკონსტიტუციო კომისიის განსახილველი საკითხებიდან ცალკე შევიტანეთ და რაც მოხდა ის საზოგადოებამ კი ნახა, ხო? ჩვეულებრივად დაიბლოკა ეს ინიციატივა. ანუ ფაქტიურად ყველაფერს ამას თუ მოუყრით თავს და რა თქმა უნდა არის უამრავი პარალელური პროცესი იყო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა ეს არის პოლიტიკური პროცესი და კომისიის გარეთ არსებული სხვა პროცესების ბუნებრივია კომისიის საქმიანობაზე გავლენას ახდენს. თლიანობაში ყველაფერმა ამან მოიტანა ის, რომ კომისიამ კონკრეტული შედეგი ვერ დადო. და რაც შეეხება პასუხის
პასუხისმგებლობას ეხლა მე კომისიის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვიყავი, ხო, ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ თვლი რომ აქტიურად ვიყავი ჩართული ამ კომისიის საქმიანობაში, ჩემი წელი პასუხისმგებლობას მეც ვიღებ ჩემ თავზე. იგივე პასუხისმგებლობას აიღებს ალბათ კომისიის თავმჯდომარეც, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები და ასე შემდგომ. ბატონო გაგა, აი დღე არ გავა რომ თქვენმა ესეთი ყველაზე აქტიურმა, ყველაზე წონიანმა, ძიმეწონიანმა მხარდამჭერმა ლიდერებზე, თავისი ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერებზე ან პარტიებზე ნეგატიური გზავნილები არ თქვას ტელეეთერში ჟურნალისტებთან საუბრისას. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი ჩემი სტუმარი, რომელიც თქვენამდე პასუხობდა აქ შეკითხვებს, ამბობდა რომ რაღაცა დიდი გასაჭირის ნიშანია ეს. მე მაინტერესებს თქვენ ეს გზავნილები, მისი ასეთი ჩართულობა, მისი ეს კონკრეტული განცხადებები გაძლიერებთ? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა თქვენ გულისხმობთ ბატონი ბიძინას შეხვედრებს რეგიონებში. მე პირადად ამას ვიესალმები, იმიტომ რომ მან თავად გამოთქვა ესეთი სურვილი, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ყოფილიყო წინა საარჩევნო პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, იმიტომ რომ ბატონ ბიძინას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი და მისი ავტორიტეტი და მისი მხარდაჭერა, როდესაც ესეთი არის, ბუნებრივია ჩვენ გულს აძლიერებს. ხა მან თავად გადაწყვიტა რა ფორმით დახმარებოდა ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას და დადგომოდა მხარში ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მან თქვა, რომ იგი რეგიონებში და სხვათა შორის უპრეცედენტო შემთხვევაა, ხო? ეხლა მე არ მახსოვს, რომ ესე პოლიტიკოსი ვინმე ჩასული იყო რეგიონებში და იქ ადგილობრივ მედია წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრები. უპრეცედენტო შემთხვევაა ამ თვალსაზრისით. მან თქვა, რომ რეგიონებში იგი შეხვდებოდა ჟურნალისტებს, ადგილობრივ მედია საშუალებების წარმომადგენლებს და რა კითხვებსაც უსვამენ, ბუნებრივია იმ კითხვებზე პასუხს სცემს. ჩემთვის ეს სრულიად მისასალმებელია და თუ მეკითხებით რომ გძნობ თუ არა ამ თვალსაზრისით მხარდაჭერას, რა თქმა უნდა გძნობ და მე ამას მივესალმები. და ბატონო გაგა, ფინალში ვარ ჩვენ უკვე. მე მაინტერესებს თავარი თემა ერთ-ერთი ბოლო დღეების დესტაბილიზაცია, რომელიც როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე ბევრი ლიდერის განცხადებით თქვენი პარტიის არის სადღაც დაგეგმილი და რომლის აღკვეთაც, რომლის პრევენციაზე მუშაობაც სულ მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში. არ ფიქრობთ, რომ დადგა დრო მეტი კონკრეტიკის, რომ თქვათ ქართული ოცნების ხელისუფლება არ დაემსგავსოს ამ განცხადებებით თავის წინამორბედებს, რომლებიც ყველა არჩევნების წინ ამ დესტაბილიზაციის რაღაცა თემით ჭყალებს ჩავსვათ, აშინებდნენ მოქალაქეებს, რომ თუ არ აგვირჩევთ, ჩვენ შესაძლოა იყოს დესტაბილიზაცია და აქცენტს მთავარ დესტაბილიზატორებზე, ეგრეთ წოდებულ დესტაბილიზატორებზე, მთავარ ოპოზიციურ პარტიებზე აკეთებდნენ. ხომ არ დადგა დრო, რომ მეტი კონკრეტიკა ვნახოთ იმისთვის, რომ დავიჯეროთ, რომ ეს სიმართლეა? ჩემთვის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება არის ძალიან ყურადსაღები, ნიშანდობლივი. ბუნებრივია მინისტრს მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე შეიძლება მქონდეს როგორც პარლამენტის წევრს. და ბუნებრივია ესეთი განცხადებები გარკვეულწილად პრევენციის მატარებელია იმ მოსალოდნელი საფრთხისგან, რომელიც თეორიულად შეიძლება მოხდეს, ხო? ეხლა მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ და მე პირადად ჩემ მოსაზრებას ვეთქვით, რომ დავანებოთ თავი მინისტრის განცხადებას და მეც არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია. ეხლა როდესაც მინისტრი საუბრობდა რაღაც ოპოზიციურ ჯგუფებზე, ეხლა მე დიდი ვარაუდით ეს საუბარი იყო ნაციონალურ მოძრაობაზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფაქტების შესახებ მე არ ვარ ინფორმირებული. ნაციონალურ მოძრაობას დახასიათებას თუ მკითხავთ, და ესე კითხავს თუ დამისვამთ, გეტყვით, რომ ჩემთვის მაგალითად არაფერი არ არის გამორიცხული, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ეხება ეს და ის რომ ნაციონალური მოძრაობა მნიშვნელოვნად შეეცდება რომ წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც გარკვეული ქაოსი, რაღაც პროვოკაციები თუ დესტაბილიზაცია მოაწყოს, მე პირადად ამას არ გამოვრიცხავ და ამის საფუძველიც ამაქვს. ეხლა პირველ რიგში ძალიან კარგად ვიცი ხელწერა ამ პოლიტიკური ჯგუფის და არაერთხელ გვინახია ესე ვთქვათ მათი რაღაც დადგმული პროვოკაციები. გარდა ამისა, ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც სტაბილურ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ საარჩევნო გარემოში, დემოკრატიულ ვითარებაში, თანასწორ, თანაბარ გარემოში პოლიტიკურად არის გაბანკროტებული.
მათი მაქსიმუმი არ ვიცი რა შეიძლება იყოს 10%-იან 10% შეიძლება აიღონ არ ვიცი შეიძლება პლუს მინუს არ ვიცი რამდენიმე პროცენტი მაგრამ ისინი რაღაც კონკრეტულ შედეგს თავის წარმოდგენაში ხედავენ იმ შემთხვევაში თუ რაღაცნაირად შეიძლება მოხდეს არეულობა დესტაბილიზაცია ამას შეიძლება მისცეს რაღაც მეტი შანსები მათ წარმოსახვაში ესე არის და მე არაერთხელ დავრწმუნებული ვარ ამაში რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ რაღაც თქვენც ესე იგი ეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხასიათიდან როგორც პოლიტიკური პარტიის ქმედებებიდან წარსულიდან გამომდინარე ამაზე ეჭვი გააქვთ და შესაძლოა ეს კონდეთ სადღაც მათ დაგეგმილი მაგრამ ფაქტების შესახებ თქვენც არაფერი იცით ხომ თუ სწორად გავიგე კონკრეტულ ფაქტების შესახებ ახლა მე არა ვარ კომპეტენტური ვისაუბრო მე არ მაქვს ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ შემიძლია ეს დაგიდასტუროთ მე მხოლოდ ჩემი მოსაზრებები დავაფიქსირე შინაგან საქმეთა მინისტრს ბუნებრივია მეტი ინფორმაცია აქვს და პრევენციის თვალსაზრისით ჩემი მხრიდან სრულად მისასალმებელი განცხადება იყო მისასალმებელი განცხადება იყო თუ რაიმე საფრთხე და იმავდროულად მან ისიც თქვა რომ ეხლა რაღაც გარკვეულ საფრთხეებზე ისაუბრა მაგრამ ისიც თქვა რომ სახელმწიფო ესე ვთქვათ შესაბამის რეაგირებას მოახდენს ყველაფერზე პრევენცია განხორციელდება და რეალურად ბუნებრივია ამას არანაირი განხორციელების შანსი არ არსებობს ხო როგორც ესეთი თუ რაიმე უფრო კონკრეტული საფრთხე იქნება ბუნებრივია ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმისთვის არის რომ საზოგადოებას ამის თაობაზე ამცნოს მაგრამ თავად ამ ფაქტების შესახებ და რომ თეორიულად შეიძლება მართლა ესეთი რაღაც მიზნები არსებობდეს ხო მე კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობაზე ვისაუბრე მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გარკვეული ინფორმაციები გამოდის მათგან იმიტომ რომ დღეს ისინი რაღაც აი დეზორგანიზებული ჯგუფი არის რომელიც ფაქტიურად არჩევნებამდე კიდევ რაღაცნაირად ინარჩუნებს თავს არჩევნების შემდგომ 9 ოქტომბერს როდესაც კი ნახავენ რა შედეგი დადგება მათთვის ფაქტიურად აი თქვენ თვითონ ნახავთ ეს დაშლის პროცესი ფაქტიურად შეუქცევადი იქნება. აი ესეთი ვითარებაში არიან ისინი და ასე რომ არაფერს არ გამოურიცხავ, მაგრამ თუ შეიძლება დავასრულებ ბოლო წინადადებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად. ეს ჩვენი ხელისუფლების და მიზანი კი არ არის. ქვეყნისთვის არის ეს უმნიშვნელოვანესი რამ, მთელი საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენ ვიყურებს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, ხელისუფლება ამ შემთხვევაში, რომ ჩავატაროთ სამართლიანი დემოკრატიული არჩევნები, იმიტომ რომ არჩევნების შემდგომ ჩვენ დამკვირვებლებისგან, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოვლენ არჩევნებზე და უკვე ჩამოდიან წინასაარჩევნო პერიოდში, მათი დასკვნები და შეფასებები რაც იქნება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა იყოს ერთი რამ, რომ ეს იყო სამართლიანი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოში, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი არჩევნები. აი ესეთ არჩევნებს ჩავატარებთ. პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძე ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას. რატომ მიდიან პაატა ბურჭულაძისგან? გაყიდა საკუთარი პარტია, საკუთარი სტრუქტურებიანად, წევრებიანად. გადაკარგა